უშუალოდ RSFSR-ის, ანუ რუსეთის მოსახლეობის. ანუ ამ ლოგიკით, რომელსაც თქვენ ლოგიკით ლაპარაკობთ, ხო? საერთოდ უნდა გაწყვეტილიყო გერმანული ეთნოსი, ერთი ადამიანი არ უნდა დაეტოვებიათ საბჭოთა კავშირის გამარჯვების შემდეგ და არასდროს არ უნდა ელაპარაკათ გერმანიასთან? ეს ხო ორი თაობის ამბავიც არ არის. ორი თაობის ამბავიც არის, ამხელა უზარმაზარი 23 მილიონი დანაკარგი ქონდა. ხალხო, შეგიძლიათ ეს გაიაზროთ, ეს ტვინში შეუშვათ? 20 მილიონი რუსი იქნა მოკლული, ხო? სიტყვაზე. და იქეთ 5 მილიონი გერმანელი. დაჯდნენ და ურთიერთობდნენ და მშვენიერი ურთიერთობა გქონდათ და ჩამოყალიბდა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა. შენ რატო არ შეგიძლია ეს გააკეთო? ან რომელ ქვეყნებს არ უომია ერთმანეთში? და რომელი ომი არ დასრულებულა საბოლოო ჯამში მოლაპარაკებებით. ელემენტარულ კითხვას ვსვამ. დამთავრდება ეს ომიც, დაჯდებიან დიპლომატები, დაილაპარაკებენ, გაიყოფენ და წავა ხალხთა შორის ცხოვრება და აღდგება ისე როგორც იყო. საკითხავი არის უბრალოდ დარჩება თუ არა ქვეყანა ისე. უკრაინა როგორც იყო ისეთი ქვეყანა ვერ დარჩება. ვერ დარჩება და არ დარჩება. იმიტომ რომ ესაა რეალობა. და საქართველო თავის ისტორიული მიწებით და საკუთარი ერი დარჩება თუ არ დარჩება, აქ ამაზე არის ლაპარაკი და ამათ ლაპარაკი არ უნდათ. ისე რა მაინტერესებს, ისინი და რუსებს თუ უნდა ჩვენთან ლაპარაკი. მე რო ვიყო იმათ ადგილზე არ მენდომებოდა. მოგებული მაქვს ომი, დაკავებული მაქვს ყველანაირი სტრატეგიული წერტილები საქართველოში და მორჩა დამთავრდა ფეხებზე მიგდი რატო უნდა გელაპარაკო. რატო უნდა გელაპარაკო? პატარა ხარ, სუსტი ხარ, ძალას არ წარმოადგენ, პოლიტიკაში ძალას თუ არ წარმოადგენ, იყავი შენთვის ეგდე და იყავი მართალი. ვის რა შეინტერესებს შენი სიმართლე. აი ამაში არის საქმე ხალხო. მოდი შეგიდე. ხო ესა ახლა თუ არ გინდათ ამ სიმართლის დანახვა, ხო კაცო, ეს თქვენი პრობლემაა, კაცო. თქვენი აზროვნებით, თქვენი იდეოლოგიით, თქვენი ზოგიერთის კანონმდებლობით შეიძლება მზის ამოსვლა და მზის ჩასვლა აკრძალოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ასე მოხდება. რო იცოდეთ ისე რა. როგორც გავიგეთ ჩვენმა ოპოზიციამ დღევანდელი სირიის მთავრობას მოთხოვეს, რომ ხო ეს დიდი ხნის ამბავია არის, ანუ დიდი ხანი ქვია უკვე მოთხოვეს მას სირიის მთავრობას ვინ რა მოთხოვა, თვითონ ამ გამოსირებულებმა ვის რა უნდა მოთხოვონ, სირია როგორც სახელმწიფო არ არსებობს და ახლა სირიის არ არსებული სახელმწიფო რაღაცას აღიარებს თუ არ აღიარებს, რა მნიშვნელობა აქვს? რა თქმა უნდა პოლიტიკური ბოდვა არის. რა სახელმწიფოა კანიბალიზმია სირიაში ჩვეულებრივად ვერ ხედავთ. ებრძენია კიდე რა თქვინდა კაცო სამე აფხაზები და ოსებიო რა თქვინდა ანჩეს მეთოდან პროვოკატორი ვიღაცა ხო თუ არ გინდა მე ბიძია წადი და იცხოვრე იქ სადაც გინდა ისე ყველაფერს აკეთებთ 30 წელიწადია რომ არც აფხაზებთან და არც ოსებთან ურთიერთობა არ აღდგეს რა არაფერს არ ვეტყუებით ჩემო კარგო ჩვენ ყავს მოღალატე მთავრობები, რომელსაც საკუთარი ერის და ქვეყნის ინტერესები ფეხებზე გიდიათ. ერთი წამით არ ვიცი ვის უნდა ელაპარაკონ, ამათ უნდათ ემასთან ლაპარაკი ჩემო კარგო. ეხ გადავდივარ მეორე თემასთან დაკავშირებით. თქვა რა სერიოზული კითხვები არ არის პირველი. ხო, ხვალ მექნება სხვათა შორის საინტერესო დიალოგი ბატონ დემურ გიორხელიძესთან საღამოს თბილისის დროით დაახლოებით 8 საათზე და ვისაც გაინტერესებთ წინა ვიდეო ლაივის დროს ტექნიკური პრობლემები იყო და შეგიძლიათ ნახოთ კითხვებიც დატოვოთ პოსტს დავწერთ და საუბრის დროს გავითვალისწინებთ. ხო, ეხლა რაც შეეხება მეორე საკითხს. დავდივართ მეორე საკითხზე და შორს არა ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც ეს პირდაპირი რუსულ უკრაინული დაპირისპირება არა.